ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენებას 12 სერიანი ფილმისას, რომელსაც ქვია წერალი და ერის კირთება. ჩვენი საუბრები მიზნად ისახავს უჩვენოს სმენელს და მაყურებელს გააგებინოს ერთი რამ, როგორ გაისარჯა ქართველი მწერალი საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს გადასარჩენად, ქართული ტოლერანტობის, ქართული ეროვნული თვისებების განსამტკიცებლად და როგორ აღზარდა მან ქართული სული ისე, რომ დღესაც ქართულ ფენომენს ანგარიშს უწევენ მსოფლიოში და აღიარებენ, რომ საერთო ქართული თვისებები ეს უნიკალურია. რა თქმა უნდა, მე გონიერ მსოფლიოზე მოგახსენებთ და არა იმ პატარ-პატარა ჭირვეულ პოლიტიკანებზე, რომლებმაც ხანდახან თვითონვე არ იციან, რასაც ამბობენ. წინა ფილმს ერქვა კაენის სული 1927. დღეს ვისაუბრებთ ასეთ თემაზე, რა გააკეთა ქართულმა ლიტერატურამ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. დღეს ჩვენი საუბრის, ჩვენი სერიის სახელწოდება გახლავთ ქედუხრელნი. რატომ ქედუხრელნი? მე მიმაჩნია, როგორც ერთ მკითხველს, რომელსაც მაქვს პრეტენზიაც, რომ კანალს ვებღაუჭებოდე, რომ ქართულმა ლიტერატურამ მე-20 საუკუნისამ თავისი დიდი როლი ქვეყნის წინაშე წარმატებით შეასრულა და მან ფეხი აუწყო არა მარტო თავისი დროის მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო გამოვლინებას მუზის სამსახურის თვალსაზრისით, არამედ თქვა თავისი განსაკუთრებული ეროვნული ქართული სიტყვა. რის დასამტკიცებლადაც ახლავე ფაქტებს მოვიყვანთ. მე-19 საუკუნე დამთავრდა, წავიდნენ ასპარეზიდან ზოგი თავისით, ზოგი უკეთურთა დახმარებით ცისფერ ყანწელები, გადაიარა 37 წლის ქარიშხალმა და აი ასპარეზზე ჩანან, ნათობენ, პირდაპირ ვიტყვი, ისინი, ვინც გადაურჩა ამ შაუბნელ დროს და კაენის სულის აღზევებას. გალაქტიონ ტაბიძეზე ამბობენ ხშირად კრიტიკოსები, რომ იმის შემდეგ, რაც გალაქტიონ ტაბიძე 2 დღით დააპატიმრეს თავისი პოემისათვის მოგონებანი იმ დღეებისა, როცა იელვა, რაც მან 1924 წელს დაწერა. იმის შემდეგ, რაც გალაქტიონის მეუღლე ოლია ოკუჯავა დააპატიმრეს და გააცინბირეს, გალაქტიონი მოტყდა და პოლიტიკას ახლოს არ ეკარებოდაო. საერთოდ გალაქტიონი მთელი თავისი შემოქმედებით პოლიტიკის გარეშე მდგომი მწერალი გახლავთო. წერს ერთი კრიტიკოსი, რომელიც როგორც ჩანს ნაკლებად არის გარკვეული იმ ორო მტრიალში და იმ პერიპეტიებში ცხოვრებისეულ და საზოგადოებრივ პერიპეტიებში, რაც გალაქტიონ ტაბიძეს გადახდა და არის თუ არა პოლიტიკაში გარევა გალაქტიონის აი ეს ლექსი. ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ხრავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მკენჯნიან პლანჭები, ამირანს მიჯაჭულს და მგოსანს წაქცეულს, ვიღაც ფრთებს მიკვეცავს, აჰა, ვიტანჯები. ამაოდ მომესმის დედოფალ გროვიდან ძახილი უცნობი მსუბუქი ცისმარი, მე მოვალ და ლამაზ ყვავილებს მოგიტან, მე მოვალ სიზმარი. აი ეს სულიერი ტანჯვა თავის დროსთან ურთიერთობით გამოწვეული გალაქტიონის შემოქმედებას ახლდა მთელი ცხოვრების მანძილზე. იგი წერდა
წერდა აი ასეთ სტრიქონებსაც კი, რომელიც შეიძლება სარკაზმის და იუმორის ელფერით არის დაღდასმული, მაგრამ გალაქტიონის დამოკიდებულებას თავის დროსთან ძალიან კარგად გამოხატავს. ეს კირილებს, ეს გიორგის, ეს იოანეს, ეს კი მოსეს. ჯერ ისევ ვართ ქართველები, თუ არ გაგვა ეს კი მოსეს. წარწერა წიგნზე ქვია ამ ლექსს. როცა მსოფლიოს დაემუქრა მეორე მსოფლიო ომის ქარიშხალი, როგორც უწოდებთ, და სრულიად ბუნებრივად ამ ომში საქართველოს იყო ჩართული და საქართველომ არანაკლები მსხვერპლი გაიღო. ქართველი მწერლებიც დადგნენ მამულის სადარაჯოზე. ზოგს მიაჩნდა, რომ ეს მამული დიდი მამული იყო, საერთო ქვეყანა, საბჭოთა კავშირი. მაგრამ ზოგი მწერალი თვლიდა და სრულიად სწორადაც, რომ იმ ომში წასული ბიჭები, მირზა გელოვანი, სევერიანიციანი, ლაზდო ასათიანიც ცოტა ხანს და სხვანი იქ შორეულ ბურუსეთში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს საქართველოს იცავდნენ. არ მოშიშარს ქარისა და თოვლისა, მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება, მხოლოდ ერთი თავდადების შეგნება, მამულს გული უპირველეს ყოვლისა. აი ასე აფორიზმულად ქადაგებს გალაქტიონ ტაბიძე. და გალაქტიონმა იცის თავისი სამშობლოს ადგილი ამ ბრძოლაში. მან იცის, რომ საქართველოს ოდითგანვე იყო განწირული ბრძოლის ველად და იგი ამბობს, ორ ზღვაშუა ძველის ძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. მშობლიულო ჩემო მიწავ, შენ საყვარელ სახელს ფიცავ. გალაქტიონ ტაბიძის ეს ფიცი იმ დროისათვის გადამდები იყო. შეიძლება მისი ზოგიერთი ლექსი დღეს პათეტიურად ჟღერს აი ამ თემაზე დაწერილი, რადგანაც ეს ხაზი გალაქტიონის შემოქმედებაში მთავარი არ არის. გალაქტიონის შემოქმედებაში მთავარია აი გამოსარჩლება სევდიანი ადამიანისა. გალაქტიონის შემოქმედებაში მთავარი არ არის ეგრეთ წოდებული ურაპატრიოტული ხაზი. მთავარია წმინდა ლირიკა, საოცარი ლირიკა, ცრემლის მომგვრელი ზოგჯერ ამგვიან ღამით ვიღაც დადის საქართველოში, ამგვიან ღამით ვიღაცა კვნესის, ვახსენოთ ჩვენის უკანასკნელ სადღეგრძელოში, სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენის. გალაქტიონს მე უკვე მოგახსენეთ, დიდი უბედურება დამართა მისმა დრომ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ თავისი ცხოვრების მიმწუხზე, როცა იგი ლენინის ორდენით დააჯილდოვეს, როგორც ამბობენ, ეს დაუმტკიცებელი ფაქტი გახლავთ, გალაქტიონმა ცოტა შეზარხოშებულ მდგომარეობაში ყოფმა ლენინის ორდენი მტკვარში გადააგდო. ეს მართალია თუ არა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს თბილისში როცა გავხსენით გალაქტიონის მუზეუმი და გალაქტიონის ჯილდოები, მისი საბუთები მოვიძიეთ, ეს ორდენი არსად ჩანს. 37 წელია. გალაქტიონს ოკუჯავების, აი ბოლშევიკი ოკუჯავების ერთ-ერთი და ოლღა ოკუჯავა, წინვალე ლიტერატორი, პირველად ამას ვიტყვი, ოლღა ოკუჯავაზე, მერე დიდებული ქალი, უერთგულესი ქალი დაუპატიმრეს და გალაქტიონი მატარებელზე, თითქოს და მატარებელზე, რომელმაც მისი ცოლი ციმბირში წაიყვანა, ციმბირიდან იგი ბელორუსიაში წამოიყვანეს და ბელორუსიის მედვედევოს ტყეში დახვრიტეს 1951 წელს. გალაქტიონის ლექსი სულის შემძვრელია, ამათრთოლებელია, ცხოვრების ეტლის სადარებელი, საცა გავამატარებელი. მატარებელი დუხს როგორც ლავა, მატარებელი 5 წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს დროა ჩასვლისა, მატარებელი 5 წუთში გავა. მე ვიცი ამ გზას რაც ეწოდება, რა საჭიროა ახლა გოდება, მატარებლისგან როს მიმიღია, ან მოწყალება,
ან შეწოდება ცხოვრების ეტლის სადარებელი საცა გავამატარებელი გემშვიდობები სამარადჟამოთ გემშვიდობები წერს გალაქტიონ ტაბიძე წაიყვანეს ოლგა უყუჯავა და ერთი საოცარი რამ ხდება სევდის მომგვრელი რაზეც ერთმა კარგმა პოეტმა ლექსი დაწერა ბიზინაშვილმა და მე ეს ლექსი წავიკითხე მართლაც სული შემზრველი ლექსია ოლღა უყუჯავა გალაქტიონს წერს წერილებს ციმბირიდან გალაქტიონი გაფრთხილებულია ჩეკას მიერ რომ ხალხის მტერ თავის ცოლს არ უპასუხოს და მე ხელთ მჭერია ეს წერილები გალაქტიონის მუზეუმში გვაქვს დაცული ისინი გალაქტიონ მე ყოველდღე გწერ წერილს მე კედლებს ვხაჭნი სიმწრისაგან შენ იცი მე აქ როგორ ვიქნები მაგრამ ჩემთვის ერთადერთი ხსნა შენი თუნდაც სამსიტყვიანი წერილი იქნება გალაქტიონ რატომ არ მპასუხობ გალაქტიონ რატომ არ მპასუხობ გალაქტიონ რატომ არ მპასუხობ ზარევით გაისმის იმ დროს ეს მწუხარე რექვიემი გალაქტიონის მეუღლისა გალაქტიონი ვერ პასუხობს გარემოებათა გამო რაზეც მე თქვენ ახლა მოგახსენეთ ამ დროის მეორე დიდი მწერალი რომელიც აღიმართა ქართული პროზის მაღალ მწვერვალზე და რომელმაც ეპოქა შექმნა თავისი ბრწყინვალე რომანებით ეს კონსტანტინე გამსახურდია გახლავთ და კონსტანტინე გამსახურდია წერს აი ასეთ ფორმულას მომავალი თაობებისთვის კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხტილისა შრომა უდიდესი სიკველი ამ ქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე კონსტანტინე გამსახურდიას და გალაქტიონ ტაბიძეს მე თვითონ მინახავს აი ამ ბაღში სადაც ისხდნენ მე ისინი მინახავს ამ შენობაში ამ დარბაზში შემოსულ 15 წლის მაწვრის სკოლის მოსწავლეს რომელიც პირველად მოვედი აქ მწერალთა სასახლეში კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება აი ამ სრულიად განსაკუთრებით მდგომი დერბისა სამუდამოდ შემორჩა ქართულ ლიტერატურას და მისი ისტორიული რომანები დიდოსტატის მარჯვენა და დავით აღმაშენებელი აცლიერებენ ქართულ სულს ქართველ კაცს მატებენ ხმეობას შრომაშიც და ბრძოლაშიც დიდია კონსტანტინე გამსახურდიას დამსახურება ქართული ენის რეფორმის თვალსაზრისითაც მე მახსოვს კონსტანტინე გამსახურდია წერდა და ეს მისი ნათქვამი მან ჩემთან საუბარშიც ახალგაზრდა კაცთან საუბარშიც დაადასტურა რაც შეტანილია იმ დიალოგში რაც მე გამოვაქვეყნე და ჩემს არაერთ წიგნშია თქვენ წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის მწერლები ხმაწვილო ისე ასაუბრებდნენ პირად საუბარში როგორც წერდნენ ქართულმა მწერლობამ არ უნდა დაკარგოს თავისი სილამაზე თავისი გარბაისლობა საუკუნეთა განმავლობაში მოპოვებული ძალებს კონსტანტინე გამსახურდია და რა იყო ეს ინგლისური ენა მაღალ კულტურულ ენად და მუსიკალურ ენად არის მიჩნეული ჰამოდ მოსასმენ ენად აი მაგალითად ინგლისელი ამბობს it was at the time of the civil war ან ამბობს after the school I go home პირველ წინადადებას ასე თარგმნი ეს მოხდა სამამულო ომის დროს მეორე გახლავთ სკოლის შემდეგ მე მივდივარ სახლში თავი აქ რა არის იცით მაღალი რეგისტრიდან ფრაზა დაბალზე ჩამოდის აი მუსიკალურად იხვეწება it was at the time of the civil war აი კონსტანტინე გამსახურდიას ფრაზა ნახე ლაიმისფერი დასწრებოდა ზღვას მშვიდად თვლემარას თვალის მოტაცებაშია ეს ფრაზა აი ეს მუსიკა ძველი ქართულის დარბაისული მუსიკა შეინარჩუნა კონსტანტინე გამსახურდიამ როცა
თამარს წერდა, მე მას ვესაუბრებოდი, ბევრი რამო თითქოს კარგად ვიცოდიო საქართველოს მეფეების ცხოვრების რიტუალური, სოციალური ნივთები, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცოდიო. აი ახლა ხანდახან გვეძებ ენციკლოპედიებში და ისტორიულ წყაროებშიო რა ეცვა თამარ მეფეს ტრანზე ჩვეულებრივად. ის სამეფო ტოგა, რაც ფრესკებზე ეცვია სხვა არის, მაგრამ რა იყო მისი ყოველდღიური დასაცმელი, რა იყო ის პერუმარილი, რომელსაც თამარ მეფე ხმარობდა. ხოლო ისტორიკოსების მიერ დაწერილი სისულელეები და სიტყვა მითხრა კონსტანტინე ამსახურდიამ თითქოს თამარი გზეში განაუგდაო, ეს არავითარ სინათლესთან ახლოს არ არისო. რას წარმოადგენდა ყოველდღიურობა თამარ მეფის, მე ახლა ამის მოძიებაში ვარ და მინდა რომ ზუსტად ავსახო ჩვენი ამ უდიდებულესი პირველი მეფის ცხოვრებაო. აი ასე უდგებოდა წერილს საქმეს დიდი კონსტანტინე გამსახურდია. კონსტანტინე გამსახურდიას მხარდამხარი იბრძოდა და მას მოჰყვება ტრაგიკული ბედისკაცი. კონსტანტინეც არ იყო განხილებული. ისიც დაიჭირეს 3 წლით და სოლოკის კუნძულებზე გადაასახლეს. სოლოკის კუნძულები მოგესალმებით ციმბირში იყო და იქიდან დააღწია კონსტანტინე გამსახურდია. მიხეილ ჯავახიშვილმა კი ვერ დააღწია. კაცი დააპატიმრეს შუაღამისას, მან მხოლოდ და მხოლოდ ის მოასწრო, რომ თავისი ცოლის და ქალიშვილების ეთქვა, არ შეგეშინდეთ ბეთაყვა, რაღაც გაუგებრობა იქნება და მალე დაუბრუნდები. ვერ დაბრუნდა, მას ხელხემალი გადაუტვიეს. წერდნენ ზოგიერთები ცრუ მოწმეებიც კი, რომ ციმბირში ნახეთ მუშაობდა, ძიმე მდგომარეობაში იყო ჯანმრთელობის მხრიდან, მაგრამ ციმბირში არავის არ უნახავს. მიხეილ ჯავახიშვილი ახლა ბოლოს მოძიებული ჩეკას დავთხრებიდან ირკვევა, რომ იგი საქართველოშივე დახვრიტეს, როგორც ხალხის მტერი, რომელმაც ხელი მოაწერა აღიარებას. დიახ, ვიყავი უცხოეთის ჯაშუში. რა უცხოეთის ჯაშუში უნდა ყოფილიყო ჯანყოს ხიზნების და არსენა მარადენის ავტორი, ძვირფასო მეგობრებო, ცხინვალე ქართველი სტილისტი და დიდებული ქართველი მწერალი. იქვე მათ გვერდით არის დიდი გიორგი ლეონიძე, გოგლა ლეონიძე, როგორც მას ძახდნენ. მისი ლექსი ოლე ისტორიული საქართველოს მარტო მდგომი, მარტო ხელამყოფი საქართველოს ჰიმნი გახლა. მისი ისტორიული პორტრეტია ვეღარ აიქროლეო დასტირის იგი მარტო ხეო, მარტო ხეო, მარტო ხეო ოლე. ოლე მარტო მდგარ ხეს ჰქვია და თავის სამშობლოს გიორგი ლეონიძე ამ ხეს ადარებს. ხოლო რაც ჰქვია ბონთან მისი ურთიერთობა ცხინვალე ლექსით არის გამაგრებული და დახატული. ამ ლექსს ჰქვია ღიმილის ბიჭი. ღიმილის ბიჭი ვიყავი ბესზე, არც კი მეხატა 19 წლისა შემსრულდი, 20 არ გადამეხატა. ვისაც უნდოდა ქართველი რომ გამხდარიყო ხიზანი, დავკარი ვიყავ მართალებით ჩემი ტყვის მიზანი. ადრე სიმბოლისტებთან მყოფი გიორგი ლეონიძე ბოლოს ყალიბდება საქართველოს, თანამედროვე საქართველოს იმ პოეტად, რომლის სიტყვა ომახიანი, უხუნა, ქართული ასე სჭირდებოდა მის ქვეყანას, რაც მან დაარღვინა ასევე დიდებული წიგნით, ნატოს ხელოვნებია, პროზაული წიგნით. აქაც თავისი მონეტა მოჭრა ამ ჩვენმა უსახვალესმა პოეტმა. ირაკლი აბაშიძეს თამამად შეუძლია თქვას, რომ იგი ასევე ისტორიული საქართველოს საოცარი მართალი და ქართულ სიტყვაში, ქართულ მიწაში ფესვებ გადმული მეხოთბეა. მან რუსთაველის პრემია მიიღო პოემისათვის პალესტინა. მოგეხსენებათ, იგი იყო დელეგაციაში, სადაც გიორგი წერეთელთან და სხვასთან ერთად აღმოაჩინა მან ფრესკა პალესტინის ჯვრის მონასტერში და
ამ ჯვრის მონასტრის შთაბეჭდილებიდან არავის არ ჩამოუტანია ისეთი დიდებული შთაგონება, როგორც ირაკლი აბაშიძემ ჩამოიტანა და შექმნა გაამაგრა ბოლოს პოემით პალესტინა. ღმერთს, ქრისტე ღმერთს ელაპარაკება შოთა რუსთაველი, ირაკლი აბაშიძის პირით. შემთხვევით თაყვანს, მხოლოდ თაყვანს გამურჩევს, მე მხოლოდ განშის ვიყავ მლოცველი, ხამს ჩემი ლოცვა არ მომწუხროს, ხამს არ წამწარდეს, და თუ შენ მაინც ცოდვად მითვლი ამ ჩემს საწადეს, ცოდვა არ ცოდვის ჭეშმარიტის საძეს სამძღვარი. აი ასე, როგორც ტოლი ტოლს, ღმერთო მაპატიე, ელაპარაკება რუსთაველი არსა გამრიგეს. ირაკლი აბაშიძის ლექსი კაპიტანი მუხაიძე იმ დროისათვის ომის დროს მართლაც ჰიმნი იყო, ღეროდნენ მას საქართველოში. სულ პატარა სამსტროფიანი ლექსია, საოცრად შტამბეჭდავი. მე ქართველი მუხაიძე ბარხალეთის მთებში მწევა, რომ შემეძლოს საფლავიდან ძმებო ხრების წამოწევა. მე სიცოცხლეს ხელმეორებ, ჩემწირადი მშობელ მხარეს, ჩემწირადი იმამ მიწას, დღეს რომ გულზე დამაყარეს, დაუბარებ ყოველ ქართველს, მისი წმინდა ვალი არის, მოკვდეს, მაგრამ კელბით შევკრას, ბერბები და დარიანი. აი, ასეთი ფიცია, ასეთი ლოცვა ქართველი მხედრისა, ირაკლი აბაშიძის პირით თქმული. და ეხლა არ შეიძლება ამ წინვალე კოჰორტას ქართველი მწერლებისას გვერდით არ ამოუყენო 26 წლის ბიჭი ლადო ასათიანი ერთ-ერთი უკანასკნელი მოხიკანი გახლა ქართველი 50-იანელებისა, ერთ-ერთი პირველი დამწყები 50-იანელებისა და აი ირაკლი აბაშიძის და გამსახურდიას და სხვათა ჯგუფის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი. ჰეი თქვენ არა გველებო გაუმაცხარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის დრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაშკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია, ეგ სისხლი არის მართლა თუ ყაყაჩოების ცეცხლია. ასე მიმართავს ქართულ მებრძოლებს ლადო ასათიანი. აბა წარმოიდგინეთ, რა მოწიწება, რა სილამაზე, როგორი დაფასება თავდადებული ქართველებისა მოჩანს ლადო ასათიანის ამ ლექსში და განსაკუთრებით იმ ქრესტომატურ ლექსში, რომელიც თითქმის ყველა მიცით საქართველოში. დაუკარეთ, რომ ძველ ხანჯალს ერდა ეცეს, გაისაჯოს და ბრძოლაში დაეხარჯოს, გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზესას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს. ცხრა აყვარი, რომ დამარყან 9-ჯერ გულში, ტრისჯინაზე 9-ჯერ წარედ გავეცინებ. დავიხმები საქართველოს სიყვარულში, სასტუმარზე ერთხელაც არ დავიძინებ. რეპრესირებული მშობლების შვილი, კაცი, რომელიც ქუთაისის იმდროინდელი პედაგოგიური ინსტიტუტიდან განიცხეს ტროცკისტის შვილობისათვის, მერე თბილისში ჩამოსული უბინაო ლადო ასათიანი აი ამ ოთახში დადიოდა, ამ ბაღში დადიოდა, ის თავისი ღირსების დაცვით მოწაფური დამოკიდებულებით კი არა, არამედ თანატოლის, მაგრამ ოსტატისა და შენი გირდის საოცარი კბილით ესაუბრებოდა. აი ამ ბაღში შემოძვირფასო მეგობრებო, ამ წერილთან კავშირში თავის დიდ მასწავლებლებს, თუმცა მასწავლებლობა და მოწაფეობა წერილობაში მაინც და მაინც არ მოდის, მაგრამ რა სიყვარულია ლადო ასათიანის ლექსებში და ლადო ასათიანის დღიურებში გალაქტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის და სხვათა მიმართ. ამიტომ სწორედ იქ არის, იმათთან არის ქართული ლიტერატურის ისტორიის დიდ წიგნში ლადო ასათიანის ადგილი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება ზოგი ჩუქურთმის მჭრელი
იმ დიდებული თაობისა, რასაც ქვია 40-იანი, 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლების თაობა, ზოგი შეიძლება გამოგჩეს, მაგრამ დანარჩენი თქვენ იხილეთ ქართული ლიტერატურის იმ მრავალტომეულებში, რაც ჩვენმა ღირსეულმა ლიტერატურის მცოდნეობა შექმნეს. დღეს ქედუხრელებზე საუბარი ამით დავამთავროთ. ეს არის მეათე სერია იმ ჩვენი 12-სერიანი ფილმისა, ხოლო შემდეგ ფილმს სახელად ერქმება 50-იანები. აქ უკვე შოთა ნიშნიანიძეს, მურმან ლებარიძეს, ანა კალანდაძეს, მუხრან მაჭავარიანს და სხვათა შესახებ გვექნება საუბარი. გვექნება საუბარი იმათ შემოქმედებაზე, ვინც 50-იანი წლების ქართული პოეზია ასე გაალამაზა და შთამომავლობას დაუტოვა სუფთა ლირიული ლამაზი სურათები უგდავი ქართული პოეზიისა. მადლობთ ყველასა.